რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის მოსაზღვრე 9 ევროპული ქვეყნისთვის ევროკომისიამ 28 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოხო. ეს იმისთვის, რომ მათ რეგიონში მიმდინარე ომისგან გამოწვეულ ეკონომიკურ და დემოგრაფიულ წნეხთან გამკლავება უფრო ეფექტურად შეძლონ. ახალი სტრატეგია მეტწილად აღმოსავლეთ საზღვრისპირა რეგიონების იმ სახელმწიფოებს ეხებათ, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ფონზე განსაკუთრებული პრობლემები შეექმნათ. ან აგრესორი რუსეთისა და მისი მოკავშირე ბელარუსის მეზობლად ცხოვრობენ. ასევე მუდმივად არიან ჰიბრიდული თავდასხმების მსხვერპლი. ასეთებია ბალტიისპირეთის 3 სახელმწიფო: ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. ასევე პოლონეთი, ფინეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მათთან ერთად კი უნგრეთი და სლოვაკეთი. Pressure continues to increase. ამ რეგიონების მხარდაჭერა არაა ტექნიკური საკითხი, ეს პოლიტიკური ვალდებულება და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ის დაფუძნებულია კონკრეტულ და კოლექტიურ ძალისხმევაზე. არსებობს ნათელი გზავნილი, რომ უსაფრთხოება და თავდაცვა არის წინაპირობა, თუმცა რეგიონებს ასევე სჭირდებათ ინვესტიციები, სერვისები, დაკავშირებადობა და ეკონომიკური კეთილდღეობა. მოკლედ რომ ვთქვათ, ისინი ითხოვენ უფლებას, რომ დარჩენ და იცხოვრონ იმ ადგილას, რომელსაც ეკუთვნიან. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია ჩვენი პოლიტიკა ახალ საჭიროებებს მოვარგოთ და მოვახდინოთ ადაპტაცია. განისაზღვრა არა თეორიული, არამედ რეალური საჭიროებები. ეს კომუნიკაცია ამ ტერიტორიებთან და მასზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად შემუშავდა, რომლებიც სათითაოდ მოვინახულე. ეს ტერიტორიები უნდა დარჩეს ცოცხალ რეგიონებად საცხოვრებლად, სამუშაოდ, გასაზრდელად და რაც მთავარია, უნდა დარჩეს კონკურენტული. ევროპის საინვესტიციო ბანკისა და მსოფლიო ბანკის დახმარებით უკვე მობილიზებულია სესხის სახით გასაცემი 28 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა. სტრატეგიაში სახელწოდებით East Invest ჯერ არ განაწილებულა ზუსტი რიცხვი, თუ რომელი სახელმწიფო რა თანხის მიღება შეძლებს. ამას საჭიროებები განსაზღვრავს. ახალი სტრატეგია ასევე დაფარავს ევროპული დრონების კედლის ინიციატივას, რომელიც ევროპული საზღვრების უსაფრთხოებისთვის მანამდე შემუშავდა. ამ ფონდების ფარგლებში დაიფარება თავის მხრივ ბალტიის ქვეყნებში არსებული ელექტროსადენების ფართო ევროპულ ქსელთან დაკავშირების გეგმაც, ისევე როგორც საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამები საზღვრისპირა რეგიონებში მოსახლეობის შემცირების პრობლემის მოსაგვარებლად. სტრატეგიის ირგვლივ ევროკავშირის წარმომადგენლები 9 სახელმწიფოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრას თებერვლის ბოლოს გეგმავენ.